ელენე არ გაიძრე. გაფრინდა რა? კი. ისე რანაირად იცინი ეს გოგო რა ხმას უშვებს. უში შოთოს დაბადების დღეზე რო ვიყავი. გოგო იყო პატარა. წითური. წიროკბილები არ ქონდა. ძალიან გამხდარი. ხო. ხო. დეიდა სადო გეძახდა, მამიდათ არ ეკუთვნი? არა, დეიდა. თუ მამიდა. მაგ ბავშვის ბიცოლა ვარ. მელაშა, აი ამ საჩუქარს რა მოუხერ ხო ვერ გამიგერა. კიდე უკან გამოგვატანეს? კი. დედამისი მეჩხუბა სპორტსმენბიც რა საჩუქარი მოუტანეთ არ გსვენიათო? რატო რა სპორტსმენისთვის თვითონ რა პრობლემა? ბიჭია ლაშა, ბიჭი. აუ, ეკი არ მიფიქრია. არა და შოთიკო თვითონ სახელი მეუბნა. ისე ამაში ფული რამ გადაგაყრევინა. გაფული რა, ეხლა სეზონი არ იყო და ფასდაკლება მithვირით. მაინც არ უნდა გეყიდა. წავალ ამას შევინახავ, ბავშვმა არ ნახოს და შენ ნიკუშას დაუძახე, მიდი რა. ნიკა! ნიკა! ნიკა, ნახე რა მაგარი მობილური ვიყიდე? თამაშები აქვს? ერთი აქვს ძალიან მაგარი. რა თამაშია? რა თამაშია და მოდი ახლა დაწეროთ ქართულში თემა. მოდი, შენ დღეს არ მუშაობ? არა. მაშინ მუცელი მკიო. მიდი, რვეული მოიტანი და გადაგივლის, მიდი. გავაღე, რვეული. კარგი, მე გავაღე. გამარჯობა. თუ შეიძლება თქვენი აბაზანით ვისარგებლოთ. კი, რა თქმა უნდა. მუსიკა ხომ არ შეგაწუხეთ? არა ეს. ბატარეებზეა, დენს არ დაგიხარდა. ნიკა, აბა მოდი რაო, რა თემა გაქვს დასაწერი? ისევ ის, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები. და რა უნდა დავწერო? რა უნდა დაწერო და დაწერე სოფელში რო იყავი ბებიასთან, ბოსტანში რომ დაყვებოდი, ტყეში რომ დადიოდი ფიჩხის მოსატანად და კიდევ სათევზაოდ რო დადიოდი მდიდარეზე. რა უნდა დაწერო? კარგი რა, იცის მასწავლებელმა რომ სოფელი არ მოვა. მე გავაღე. დაჯექი შენ დაწერე. მიდი, მე გავაღე. მოდი თეკო. გამაგიჟებს ეს მამა ჩემი მე ერთხელაც სულ წამოვალ სახლიდან და ვერ ენახოს მაგა. ნიკა გამარჯობა როგორ ხარ? მან ქაით მოხვედი? კი. მამა ჩემს გონია რომ მარტო ცხოვრებას ვერ შევძლებ ლაშა გამარჯობა. დედა როგორ შემამჩნი? ყველას იწუნებს ეს რა გვარია, ის რა გვარია, დავიღალე რა. გიორგი ბაგრატიონი. შენთვის ერთი კარგი ბიჭი გამახსენდა. გიორგი ბაგრატიონი. ვინ არის? ნიკა, შენი ისტორიის წიგნი სად არის? კარგი ბავშვი. ჩემი მანქანა? კი, გეძახის ჩამოდი რამდენს ლაპარაკობ. უი, გაიგვიძე ბაბუ. როგორ გეძინა? კარგად. მაცივარი გამორთე რო არ ეხმაურა, არ გაგვიძებოდა. მირა ბაბუ, ხო თხოვე რომ ადრე გამოგვიძეთ ხო რომ უნდა გავიდე და ჩემი ნივთები გამოვიტანო და მე მაგისათვის ვიზრუნე ბაბუ. დავრეკე თქვენებთან, ყველაფერი ჩაალაგეს, ტაქსს გამოვძახება და მოიტანებენ. და სანამ ტაქსი მოვა რა ჩავიცვა? ჩემი ბიჯაკი. კარგი რა ბაბუ, რა შენი პიჯაკი როგორ ჩავიცვა, რას მეუბნებია ბა? დედლებს მოუხსნი ბაბუ. ეთქვა რა გაგეღვიძებინე, უნდა გავიდე და გამოვიტან. აიციან ახლა იმათ რა უნდა წამომიღონა რა. უთხარი ის, აი ეს პიჯაკი კანადიდან რო ჟაკეტი რო ჩამოგიტანე კანადიდან, უთხარი რომ წამოიღო? კი, ჟაკეტი მეთქი, ერთი წელია ველოდები მეთქი. კარგი ხო, კარგი. ეს რა ყუთია, ბაბუ? ეს ბაბუ შენი სათამაშოებია.
რომ მოდიოდი და მოქონდა რა მე ვაგროვებდი და ვინახავ რა მაგარია ობა ნახე რა მაგარია ვაკავსტანკა ბაბუ ნახე რა მაგარია გამოალაგე და გაერთობი აიმე ეს თოვლის ბაბუს წამოგიღია რა მაგარია ნახე უბაგაზი ბაბუ ნახე შეხედე აუ ყველაფერი აქ არის რა ნახე კუბიკრუბიკი ბაბუ ჩემი კუბიკრუბიკი მოგასწროს აიმე რა მაგარია ნახე რა მაგარია ისადა მაგარია კარგად ბრძანდებით ვა დროის მანქანა ხო არ გამოიგონე თილისი ჰუმორი კარგია ხო გავიცინეთ გვეყო გისმენ აბა დრის გამომოვედი ხო აბა რა ვიცი ჩემ ასისტენტმა ექსპერიმენტის დროს მცირედი უზუსტობა დაუშვა და აივანზე არ გახვიდეთ. რატო? თუ ერითმენ და მანდამაინს გასვლა გინდათ, მოაჯერს ხელი არ მოკიდოთ, დენი გადადის. გაიგე ბაბუ, აივანზე თუ გახვალ ხელი არ მოკიდო, მოაჯერს დენი გადადის, გაიგე? დენი, ხო. და როდის გააკეთებთ? გავრბი ვარ ახლა. მოგიახლა ბაბუ თაფლიანი პური ვჭამოთ არ მინდა ბაბუ თაფლიანი პური როგორ არ გინდა ნაჭამი რო იქნები ვირუსი არ შეგვხვდება აბა არ მინდა ბაბუ თაფლიანი პური თოჯინა ხომ უნდა ჭამოს ტატა თაფლიანი პური ხო გაგებერი ამო ანუ ხო თაფლიანი პური ახინდა ანუ ბაბუ ეს რა არის ბაბუ ბაბუ შენი ჩოხა ხო გახსოვს ცეკვაზე რომ დამყავდი მე რატო დაანებე ცეკვას თავი რა კარგად ცეკვავდი ბაბუ კარგი რა კარგად ისე რა ჩაოლებრო ცეკვავდი ბაბუ კარგია ბაბუ მოდი ახლა გაახარე ბაბუა და ერთი შენაბურად ჩამოვარე რა აუ კარგი ბაბუ რა უნდა ჩამოუვარო ახლა აი ახლა ნუ ვიპრანჭები ხო კარგი პატარა ბავშვი ხო არა ვარ რა უნდა ჩამოუვარო ბაბუ მოისა აბა არ მინდა გეხოცები რა ტაში ბაბუ გეხოცები არ მინდა ბაბუ არ მინდა ტაში რა ბაბუ რა პატარა ბადი პატარა სად მიდიხარ სა? ფისები უნდა ვქნა ბაბუ ფისები დაწერე? კი, ძალიან მაგარია. აბა ნიკა, რა დაგაწერინა ბიძიამ წამიკითხე? ჩემი სოფელი ყველაზე ცუდი სოფელია საქართველოში. სოფელში არ არის მთები, მდინარეები, ტყე. ზაფხულში აქ უფრო ცხელა ვიდრე თბილისში. სიცხის გამო არ ამოდის ბალახი, ამიტომ ცხოველები იძულებული არიან ცხელი ქვა ლოკონ. ლაშა რა არის ეს? რა დააწერე? მე რა შუაში ვარ? მე არაფერ შუაში არ ვარ, მე გრამატიკულ შეცდომებს უსწორებდი, შედევრი ნიკასია. კარგი რა, ხუმრობის დროა ეხლა, მიდი დააწერინე წესიარად ბავშვს, მიდი. დროს. კარგი. ვიხუმრეთ ეხლა სერიოზულად დავწეროთ, ხო ნიკა? კარგი. ჩემი სოფელი ყველაზე კარგი სოფელია მთელ საქართველოში. ყველა მხრიდან მთები აკრავს. მთები სავსეა ტყით. ამ ტყეში ძალიან ბევრი ხილის ხე დგას. ამ ტყეში ხილის ხე დგას. ატმის მსხლის მანგო კოკოსი პაპაია და ვაშლი
ამ ტყეში ძალიან ბევრი ცხოველია. ცხოველი. გელი, გელი. კურდღელი. კურდღელი. პინგვინი. ბეგემოტი. ბეგემოტი. მარტორქა. ორნიკაპა. ორნიკაპა რა არის? რა ვიცი იქნება რამე. აგრეთვე ამ ტყეში შევხვდებით ბევრ ფრინველს. ბულბულს, შაშვს, ბეღურას, ბოლოკანქარას, ბუს. და ფრინველთა მეფეს ყარყატს. ფრინველთა მეფეს ყარყატს. ამბავია კაცო. მოდი გუგა. გამარჯობა. აი, მოთხრობა დავამყავ და წაიკითხე. მაინტერესებს შენი აზრი. ეს დიდებულ სოსოზე? დიდუბელ. ხო, დიდუბელ სოსოზე. და ეს რა ქვია? ეს მარტო წავიკითხოთ თუ საზეპიროებიც ვისწავლოთ? ხო, კარგი, ვიხუნდე. იუმორისტულია, ხო? ხო, იუმორისტულად დავიწყე, მაგრამ მე რაღაც მაგარი ფრაზა მომაფიქრდა. ალბათ მომაკითხა იმან. იფიქრა დიდუბელმა სოსომ და ფინალი რაღაც ტრაგიკული გამომივიდა და რას ლაპარაკო? ანუ მოკვდა სოსო? არა, ისე ფრაზა კარგი მოგიფიქრებია, კი, და. ავით, ვიზიარებ, მაგრამ რა არის იცი, გუგა, მე მეჩქარება უნდა გავიდე. სახლშია ელენე, იმას თხოვე წაიკითხავ და თუ რამეა მეც დამირეკეთ რა. კარგი. ელენე, აი ჩემ მოთხრობა მომიტანე და წაიკითხე, ხო იცი, შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. კარგი გუგა, დატოვე იქ და წავიკითხავ. ხო. ხელნაწერია, მაგრამ გაარჩევ. იკა, თამაშობ? არა, წერ. ეს სიტყვა არასწორად გიწერია. სწორია, ლაშამ დამაწერინა. ლაშამ? მამა ჩვენ ეწამს. ხო, გავედი. დიახ, ისმენ? კი, სახლშია ერთი წუთი. შენი კლასელია რეზო. ხო, რეზო. კი, ქართულში ეგ გვაქვს. ბუნებაში იგივე. ვაშა. ხო, მანდ უნდა ახტე სიცოცხლე აიღო, თუმცა შემდეგ ტურში ვერ გახვარ. კი, მათემატიკაშიც იგივე. არი რა ამბავია. მე რაღაცები წავიდე რა. ეს ერთი დარჩა და გარი რა. დიახაც დღეიდან აღარ დავბრუნდები. არავის დახმარება არ მჭირდება. მე თვითონ მივხედავ ჩემ თავს. არავის დახმარება არ მჭირდება. არ მჭირდება არავის დახმარება. ხომ არ გაგეხმაროთ? არა. კარგი, არც ვერ მინდა დახმარება რა, არა პრობლემა. თუ შეიძლება მომეხმარეთ. აი, გამარჯობა. მე პაატა, გამარჯობა სასიამოვნოა. თქვენ ახლა გადმოხვედით? თეკლა. დღეს გადმოვედი. თეკლა. ესე იგი, გადმოსულა თეკლა, აბა რა უნდა ექნა? ეს ის ექსპრომტა ჩემ გალექსი რა. მე მიყვარს ლექსები შეთხზავთ, ხზავ ხოლმე მე ლექსებს საერთოდ კი. ხო, აქავარ, აბა რა იყო, რა ხდება? უკაცრავად, პროფესორი ხომ არ გინახავთ? და ვერ გიცანი? მე ავთო ვარ. ავთო. თურმე ყოფილა ავთო, აბა რა საქმე გავთო? ეს ის ექსპრომტა რა ლექსები შეთხზავ მიყვარს, ხო გითხარით, ხზავ მე საერთოდ ლექსი. თუ ნახეთ, გადაეცით ნაწილაკები აჩქარდენ თქო. ხო, შენ კიდე ნაწილაკებს გადაეცი, პროფესორმა დაგიბარა, ცოტა შენელდი თუ ავთო. ნახვამდის ავთო. ხო, ესეთი კორპუსია რა, ესეთი. სულ პროფესორები და აკადემიკოსები ცხოვრობთ. ხო. ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, კარგად ვწავ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ნახვამდის.
კარგად ნახვამდის. ეს გადმოვიდა. მეც გადმოვედი. ალბათ ეს არის ბედისწინი. ამ ხელს მე ვიგებ კოტე ბაბუ. რა ანგარიშია? დღეს 2:1 და ისე 180-ით 4. ეს გუგა ეს რა ვნახე გუგა ეს რა ვნახე გუგა წაიკითხე ჩემი მოთხრობა რა მოთხრობა გუგა დედოფალი ვნახე სადარბაზოში რა მოთხრობა გას რა დედოფალი ნახე დედოფალი ორივე დედოფალი აქ დგას რა არის ხლა ეს ბაბუ რა არის მე იუმორები თუ რა არის არ გინდა ბაბუ ეს იუმორი რა ხომ მითხარი სოლის მოყვანაზე იფიქრებ ხომ მითხარი ხო და ფიქრობ და რო ფიქრობ თუ მოგწონს ვინმე მოიყვანე ბარემ არ უყვარს ბაბუ მაგ საქმეს აჩქარება შენს კარგად იცი ხო მე რომ არ აჩქარებულიყავი შენ ახლა მესამე კლასში იქნება გუგა რაღაც უყურე ფერ გავიგე ითამაშე რა შა რა ვქენი? მე რა ვქენი? წააგე გუგა, წააგე. ვერ გავიგე თუ თამაში არ იცოდე რა იჯდებოდი რას თამაშობდი საერთოდ. ეს არ ითვლება? აი ხო გავაგრძელე. არა უშავს. არ ითვლება, ნუ ითვლება, დრო მოვა და ჩაითვლება. ეს ისე რა? ლექსი ჩემგან ექსპერიმენტად რა ისე. კაი ბაბუ წავედი მე, წავედი. ხო, მოიც აი ესა. ჟაკეტი? ჟაკეტი ხო აი ხარ, ჩანთაშია და აიღე მე. წავედი ახლა მე დედოფალზე ინფორმაცია უნდა შევაგრო, ბაბუ, წავედი. სუბებგა. აწაგო გუგა. როგორ ახლა შენი საქმე, ა? ის შენი მოთხრობა დიად სოსოზე არ უნდა წამაკითხო? დიდუბელი სოსო, დიდუბე. დიდუბე, ხო. ეხლა ელენე კითხულობს. ელენესთან არის. ნუ წამკვე წაიკითხა სხვათაშორის. წაიკითხა, მე მიგვირს ამ გოგოს სამბაგდაც. რამდენი ხანია შენ მოთხრობებს კითხულობ და მაინც ასე ძალიან უყვარხარ. უი, აქ ხარ გოგა? არ ვიცოდი. როგორ ხარ ბაბუ? რა. რას თამაშობთ? ჭადრაკი. გოგა იგებს? გოგა, ო, აგებს. რა საყვარლად აგებ? დაჯექი მიდი, დაჯექი. გავდივარ მე და გოგა, შენ მოთხრობა მათხოვე? ხო წაიკითხე უკვე. არა, ხო, მაგრამ კიდე წავიკითხავ რა, რაღაც. ნუცა მასადე რა ვთამაშობ. რას თამაშობ, წააგე უბრალოდ. წაგებული ხარ. წავადი. გისმენ ახლა. ოთახშია, ოთახში. კოტებაბა, თემური ბიძიამ დამირეკა რედაქციიდან მოთხრობა მოიტანე და დაგიბეჭდაო და რაღაც მინდა რომ ესე სიურპრიზი მოუწყო და სადაა მოთხრობა არ იცით? ოჩახ ელენესთანაა, ოღონდ მე არ გამთქვა. ძალიან დიდი მადლობა, წავედ მაშინ ხა? ხო. Me gusta tocar guitarra, me gusta cantar el son. Ande viendo aquí la blanca, tan con mi canción. Me gusta tomar mis არა ელენე ვერ გავიგე რა შუაშია გვარი. მაშინ ჩამომიწეროს გვარების სია და სხვას აღარ დაველაპარაკები, რა ვიცი. მოგაბეზრე თავი ხო? არა. კი. მე არ გინდა მოგეხმარო. არა, მადლობ თეკლა. ეს ოთახი დავშა და მომჩა. თეკლა, ამ ჩათას არ ამოვალაგე? არა, იყოს მეზარება ცოტა ხანში რა. გინდა მოგეხმარები და მე ამოვალაგებ. მართლა? მიდი ამოვალაგე. თეკლა მაცდეს. არა, არაფერი. დიახ, მამა, გისმენ. არა, არ გეტყვი სად ვარ და ვერც ვერასდროს გაიგებ. არა, არ დავბრუნდები. არ გეტყვი მეთქი სად ვარ. არც ელენეს მოგიკითხავ. კარგად. ვისწავლე. რა ისწავლე? ბუნება. თეკლა შეაბარე რა. თეკლა, ჩაიბარე რა გეხოცე. 1000-ს თუ მივიღე ფათლარს მომცემ? კი. ესე იგი 4-იანზე 4 ლარს? ნიკუშა მომისმინე, 4-იანზე კი არა, კარგად უნდა ისწავლო. მე რომ გაიზრდები სამსახური გექნება. შენ კარგად სწავლობდი? ხო, აბა. და სად მუშაობ? მომესი წიგნი.
აბა ვინ გასწავლის ბუნებას? გვინდა ზურა ბაგრატაშვილი. რა კარგად დაიწყე ნიკა და რა ცუდად დაამთავრე. მიდი ჩამაბარე. ბუნებაში მართლა მომაშენმა რა არ მოეწონა ხო ეს ბიჭი? რა ვიცი რა, ვერ გავიგე ვერაფერი. ან რატო არ მოწონთ მშვენიერი ბიჭი? რა ვიცის? არაფერი არ იცის. როგორ არა ვიცი, ხომ მოგიყევი? როდის მომიყევი? შენ რომ მამაშენზე მეჭორაებოდი, მაშინ უყვებოდი. კარგი. მე შევალ იქით. მიდი ისწავლე დროზე. აბა რა შვები. ნიკა როგორ ხარ? აუ, გუგამ რომ მოთხრობა დატოვა, სად არის ხო არ იცი? მაგიდასდევს. სადა ყوارდა დეგები? აუ, რო ხარი სათაური შეცვალე თქო შეცვალა. აუ, რა საყვარელია. გამარჯობა გენეს, გამარჯობა. მაშა. პატა, მიდი ერთი ლუდი მომიტანე რა. ხო, შენ თუ ხო ის. უკაცრავად. ერთი ლუდი თუ შეიძლება. პატა, დალებ შენ რა. არ მინდა ლაშარას დავლო, დალების დრო მაქიქონი. კარგი. აბა რა ორაზე უნდა მელაპარაკო? რაზე და გრძნობებზე უნდა გელაპარაკო, ლაშა ჩემს გრძნობებზე. რა იყო რა მოგივიდა ვერ გავიგე მომისმინე ერთი წუთი შეგიძლია მომისმინე ხო რა არის ლაშა თეკლა თქვენთან რო გოგო გადმოვიდა თეკლა თქვენთან საცხოვრებლად მაღაზია მინდა რომ გელაპარაკო აჰა თეკლა აბა რა გაინტერესებს ნუ მე ახლა ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს ძალიან ბევრი ჩამოყალიბებული კითხვა მაქვს შედგენილი ჩემთვის მაგრამ დავიწყებ ყველაზე მთავარი კითხვით რამდენი წლისაა ელენეზე 4 წლით არის უმცროსი ელენეზე 4 წლით არის უმცროსი ვა რა მაგარია ელენე ვინ არის შენი და შენი და ელენე აჰა რა რამდენი წლის არის ელენე რო 2 წლით არის ჩემზე უფროსი შენზე არის 2 წლით უფროსი ვა რა მაგარია აი მოიცა შენ რამდენი წლის აი მე უკვე აღარ შემიძლია რა გადავიღალე კარგი გავიგე რომ ეს თეკლა მოგეტონა ხო მაგრამ ჩემგან რა გინდა პატა რა მინდა ლაშა და შენგან მინდა რჩევა მომეწონა გოგო მომეწონა მაგრამ რა არის ეხლა ვერ გადავწყვიტე უთხრა გავბედო თუ არ გავბედო და არ უთხრა აი ხვდები ეხლა სად ვარ მე ვარ ეხლა ლაშა გაბედულობის ზღვარზე აი ესე თამაში ხვდები აჰა ხო რა ვიცი პატა რა უნდა გითხრა მე 4 ჯერ გავბედე და 4-ვე გამომყვა და ვარაკი კარგი ლაშა კარგი შენ ეხლა ხუმრობდა მე სერიოზულად გეუბნები როგორც კი დავინახე მივხვდი რომ მინდა რომ თელი ცხოვრება მისი ერთგული ვიყო გესმის ეხლა რას ლაპარაკობ კაი გამარჯობა. ეს ხო არ შეგიშლით? არა, რატო? არა, რაც ვცანებთ, არა. პატას მეგობრულ რჩევებს ვაძლევ და. კარგია. ისე თუ დაგჭირდათ, ჩვენს გვაქვს რამოდენიმე რჩევა. არა. დიდი მადლობა მეგობრებო. ლაშა ხვდები ახლა ჩვენ რა სიტუაციაში ვართ საერთოდ? რა და ლაშა მე ვარ ახლა ავთანდილი. შენ ხარ ტარეი. აი ეს არის თქვენ ფრიდონი. აი ეს არის ფრიდონი. თქვენ შენ? მე ავთ. აი, გამოვიდა. როგორც ყოველთვის ეხაც მართალი აღმოსვით პროფესორი. მე კი არა ნობელი. ნობელიც. უკაცრავად. ექსპერიმენტს კიდევ გააგრძელებთ თუ ავალაგო? არა, ჩვენ მოვჩით უკვე. დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენი აირღუმელი დაგვიწმეთ. კიდევ გვიწმით. ანგარიში თუ შეიძლება. 10 ლარი იქნება თქვენზე. აი. ჩვენ გავდივართ უკვე და შეამჩნევდით ალბათ, ხო? ხო, კი. რაღაც რჩევა რო გინდოდათ? არა. აი, დიახ ბატონო. კარგად. იცი რა მაგარი ფიზიკოსია? ხო. კი. ლაშა. რა არის იცი?
თეთრა რომ დავინახე პირველად ხო? რაღაცნაირად აი როგორ მდგომარეობაში ჩავარდი ცილაში, აი ესე ვიდექი და მომნუსხა. მოგნუსხა? ხო, აი მომნუსხა, ხვდები? თავიდან ესე კი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ესე ვიდექი ჩემთვის გაშტერებოდა, პატარაკჭის, რაკჭის პარტა ჩემთვის ველაპარაკები და მე მივხვდი რომ თურმე ნუსხი ყოფილა, გაიგე? აჰა, კი, მართალი ხარ. თეკლა ძირითადად ბიჭებს ნუსხავს. ხო, რაღაცნაირი გოგო ალაშა, აი როგორ იცი? უბრალო კი არა, პაატა მომისმინე. თეკლას მამა ცოტა უცნაური კაცია. ერისთავია რა. ერისთავია? ხო, თუ სიძე თავადური წარმომავლობის არ არის? ხო. არ გაათხოვებს. და თავადი რა სიძახი ხე შე რომ ფერაძე არ არის თავადური გვარი? ჰა, ფერაძეები იყვნენ თავადები კაცო. თავადები არა, ჰერცოგები. არ გინდა ეხალაშა რა, ეს იუმორი გეუბნები ეხლა. დასავლეთში იყვნენ დადიანები, აღმოსავლეთში იყვნენ ანდრონიკაშვილები, შუაში იყვნენ ფერაძეები, გეუბნები მე შენ. ხო. მაშინ აგიდა სანერვიულო არქონიაში. არქონე მოდის საღამოს ჩვენთან, გაბედე, მოდი ჩვენთან საღამო და დაელაპარაკე თეკლას. გადავაბიჯო ზღვარს? ზღვარსაც გადავაბიჯე. კარგი. ლაშა ძმაო, ეგ საქმე თუ გამოვიდა, 200 თუ მან ნავთფულს ხელზე მოგართმე. ჰა? როგორი თავადი? გამაგიჟებს ეს ბავშვი რები უწერია. აი მომაკითხა ვითომ იმან. გაიფიქრა დიდუბელმა სოსო. ეკამას მეძახდით? ნიკა, რა ხმაური იყო გარეთ, რა გატეხეთ? არაფერი, მას მანდატურები ჩხუბობდნენ და ბავშვები ვაშველებდნენ. უკვე შერიგდნენ და ერთად სვამენ. ნიკა. დიახ, მას. ეს მართლა შენი დაწერილია? ვა, მოგეწონათ? დიახ, მას ჩემი დაწერილია. დაჯექე. ნიკა, მე ამ სიცოცხლეში ნიშანს ვერ დაგიწერ. რატო მას მაგარია? არ და რამდენი ვიწვალე, მთელი დღე ვწერდი. დავალება გქონდათ, როგორ გავატარე ზაფხულის არტადაკები. ვინ არის ეს დიდუბელი სოსო? ჩემი ფსევდონიმია მას. უზდელი კი არა და უზრდელია სწორი. სად მას? აი, ნუ მე უზდელები მალხას. ამოიმგმინა სოსო. ამოიმგმინა არა, ამოიგმინა. აუე გამოიმგმინა სულიშლება რა. ამოიმგმინა არა, ამოიგმინა. რები გიწერია? ჩვენი ძმობის ქვაკუთხედი, მე და შენი ურთიერთობის სისფეტაკეს გაფიცებ. წუთი სოფელი ცხომ მოტეხილი სარკესავითა. საიდან ეს რაღაცაები? ცხოვრება მას. ანუ შენი დაწერილია, ხო? სინათლე ჩააქრე. უჩურჩულა კესომ სოსოს. ხო, რა მოხდა? დენის ეკონომია. მერე. კესო მოდი ჩემთან. თავს გადაყვანს, და ამის შემდეგ რა წერია, ისე შენი დაწერილია? მან ბიძია დამეხმარა. ნიკა, გეუბნები, აი სისულელეში ნიშანს ვერ დაგიწერ. არ გაიძრეთ მას? კოღორო მოვკალი მას. კარგი, ერთიანს დაგიწერ. კიდე 9 არ მოვკლა. ხომ შობელს მოიყვან. ამას არ ვასკლავდი. ქაღალდი პირველად ჩინეთში. მიდი შენი მეცადინო დროზე. ქაღალდი პირველად ჩინეთში. არა დედა, არა, არ დავბრუნდები. არ დავბრუნდები მეთქი. არა, წარმოგიდგენია. უჩვენოთ როგორი ცხოვრებო, მარტო რა გეშველებაო. აი მარტო ცხოვრობს და მშვენიერ ხასიათზეა. არა უშო, შენ არ ინერვიულო, მე მაინც მგონია რომ გამოჩნდება ვინმე ისეთი
თავადური გვარის, ვინ შენ მოგეწონება, შენც მოგეწონება და მამაშენსაც. არა, არაფერი არ მინდა მაგათ. საერთოდ არაფერი არ მინდა, დაუბრუნე ყველაფერს უკან. არც ეს ბარათები მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც მანქანა ხო მინდა რომ ყველაფერი უკან მივიტანო. მობილური თუ არ გინდა მე ავიღე. მოდი შენი მეცადინე დროზე. გააღე კოტე შვილი იქნება. ისა რა? აკამშვიდობა. ადლობა. მობრძანდით კი არა, მობრძანდით თავადიშვილი. ჩაიზე გეწვიეთ მეზობლებო, ჩაიზე. სტუმარიც ყოლიათ. მოგესალმებით. ელენ ეხლა ისეთი სიტუაცია, ისეთი სტუმრები ყავს, რომ გამოიღე საყინულიდან ქათამი და დავკლა. დღეს უკვე მეორედ ხვდებით ერთმანეთს. თავადი სასულო. და რა ფარი ბრძანდებით? მე? ფერაძე, პაატა ფერაძე. გაცე? აჰა. ეს მართალი ხანჯალია? ეს არის საგვარეულო ხანჯალი. ჩემი წინაპრები ამ ხანჯლით იგერიებდნენ ხოლმე მტეხს. აი ესე ამოიღებდნენ ხოლმე. აი ესე და მოკლედ მოდი ჩემთან. აი ესე მივიდოდნენ ხოლმე და თავში ურტყავდნენ ხოლმე მტეხს ამ ხანჯალს, ხო? ის რა მწარეა ბავში? მიდი ხელები დაიბანე დროზე. მიდი. უკაცრავად, ფერაძეები თუ თავადები იყვნენ, არ ვიცოდი. როგორ კაცო? როგორ არ იცოდი? თქვენ რა არ გაგიგიათ თავადი ბესო ფერაძე არ გაგიგიათ? ბესო ფერაძე თავად არ გაგიგონია? როგორი მამულების პატრონი, მამულები. აბა რა მამულები ქონდა თავად ბესო ფერაძეს? ზესტაფონში ქონდა მაგას მამულები ხო და მე კომუნისტები რომ მოვიდნენ წაართვეს ეს მამულები. გაიგე, მაგრამ ხალხი მაინც იმ ადგილს საპატივცემულოდ ფერაძეების საპატივცემულოდ ფეროს ეძახის, გაიგე? ფეროს. ხო. აი ფერაძე, ფერო, ხო ხდებით რა? ხო. ეს ხანჯალი გაციეთ რა თუ შეიძლება. აი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის ამაში საერთოდ. და რა მაინტერესებს? მე რა მამაჩემს აინტერესებს. საგვარეულო ძვირფასეულობა თუ გაქვთ შემორჩენილი? საგვარეულო ძვირფასეულობა? თვითონ საგვარეულო ძვირფასეულობა? დიახ. ხო მართლა ეს შენი ძმაკაცი შემხვდა დღეს. რომელი კაცო? ჩოლოყა. დღეს. დამირეკოსო ჩოლოყა. ესე ჩოლოყას ვიძახით, ჩემი ძმაკაცი ერთი და დაურეკავ, ხო შეიძლება? კი ბატონო. უკაცრავად მაპატიეთ ერთი ნომერს მოვძებნი, ხო? აჰა, აბაშიძე, ანდრონიკაშვილი, ანჯაფარიძე, ამილახვარი, აჰა. ალბერ მეორე. კი ბატონო. თქვენ შემდეგ თავადი სასულა. მოგზანდით, დაბზანდით. დაჯიკი. ესა დადიანების პლანტაციიდან. ჯაი. მე გავაღებ. მოგზანდით, ბაბუო, მოგზანდით. მოდიში შეგაწუხეთ. ბაბუ, წამოდი სახლში, ყიყლიყოები მოგიბზადე. ჩემი ჟაკეტი. ერთი წუთი. ბაბუ რა ებს მელაპარაკები რა ყიყლიყოები ბაბუ ებს მელაპარაკები რა ყიყლიყო ბაბუ ნუ გამაგიჟე რა უნდა ვერ გავი წამოდი სახლში შეჭამე საჭმელი და დაიწინე ყიყლიყოები გამოვივიდე დავადიშვილი ეს ოუნის ჟაკეტი ვინ ჩადო ჩემ ჩანთაში
რა კლოუნის ჟაკეტი? კლოუნის ჟაკეტი კი არა, ეს არის ფერაძეების საგვარეულო გერბი. რა კლოუნის ჟაკეტი? თუ შეიძლება მომეცით ერთი წუთი ეს. რა არის ლაშა რა ხდება? რა ხდება რა არის? ხო, გასაგებია, ხო? დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა, ხო? გასაგებია ხალხო. წამოდი ბაბუა, ყიყლი ყო წამოთ. ჩემი ჟაკეტი. თქვენი ჟაკეტი. ხომძანდი ხო, თქვენი ჟაკეტი. არა, ისეთ ლამაზი გერბია ესე. რა ჩაუცვია რა? საწყალი მარო ბაბუ, რა ხალხი ცხოვრობს და რა ხდება სახში? არა, კაცი ჟურნალისტი ისე უცხოელს ესე. აცადე ნუ სამუშაო. კაი ამბავი მაგ შენთვის. აი ხლა რედაქციიდან დაგირეკავენ. რა იცი შენ? ვიცი? ალო? დიახ? დიახ ბატონო დემურ დიახ. რა თქმა უნდა. რატო დაგცინით? რა ორნიკაპა? როგორ არ ვიცი? არ წივი. ბატონო დემო. ალო. დიდუბელი სოსო, ბატონო დემო. დიდუბელი სოსო. დიდუბელი სოსო. კარგი რა გუგარა, დიდუბელი სოსო. ერთიანი მივიღე მაგ დიდუბელ სოსოში. ხან შობელი მოიყვანეო. ახლა მომაგები. შო ორნიკაპა?